როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს რაღაც დიაგრამა, ამ დიაგრამაზე გამოსახული არის კვებითი ქსელი, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ მოძრაობს სხვადასხვა ორგანიზმს შორის მატერია და ენერგია. ეხლა მოდი ვნახოთ, რომ კარგად გვესმის ეს კვებითი ქსელი და ამიტომ მოდი გავარკვიოთ ჯერ პირველ რიგში, ვინ არის აქ, ან ვინ არიან აქ პროდუცენტები. პირველი რაც უნდა გავიხსენოთ პროდუცენტებზე არის ის, რომ ისინი ენერგიას და მატერიას იღებენ გარემოდან. ანუ პროდუცენტები არ იკვებებიან რამით და უბრალოდ მატერიას იღებენ იმ გარემოდან, სადაც არიან და ენერგიის წყარო აქვთ მაგალითად მზე ან ხანდახან სხვა რამე. ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ ამ დიაგრამაზე პროდუცენტებს არ ექნებათ შემავალი ხაზი, შემავალი ისარი. მარტო ექნებათ გამომავალი ისარი. იმიტომ რომ ამ კვებით ქსელში მატერია და ენერგია მათგან სხვებს მიეწოდება, მაგრამ ისინი სხვებისგან არ იღებენ. იღებენ გარემოდან, რომელიც არ არის კვებითი ქსელის ნაწილი. და თუ დაუკვირდებით, ეგეთები ყავს, აი მაგალითად ეს წყალმცენარე, ერთი ვარიანტი არის და მეორე აი ეს ფიტოპლანქტონი. იმიტომ რომ ისრები გამოდის აქედან, მაგრამ ისრები არ შედის. ესე იგი ეს არის პროდუცენტი. კარგი, ეხლა მოდი გავარკვიოთ, ვინ არის აქ რედუცენტი. რედუცენტების შემთხვევაში იქნება პირიქით, იმიტომ რომ ისინი კი შლიან რაღაცებს, მაგრამ თვითონ რედუცენტებით არ იკვებება სხვა. შესაბამისად, მათში ისრები შევა, იმიტომ რომ ისინი იღებენ ენერგიას და მატერიას სხვისგან, მაგრამ მათგან არ გამოვა ისარი. და ეგეთი ვარიანტი არის აი აქ ბაქტერია. ანუ ბაქტერია არის რედუცენტი. კარგი, მოდი ახლა გავაგრძელოთ და დავსვათ შემდეგი კითხვა პირველად კონსუმენტებზე. ესე იგი, პირველადი, მოდი დავწერ კონსუმენტი. პირველადი კონსუმენტი არის ისეთი ორგანიზმი, რომელიც იკვებება პროდუცენტებით. ანუ ესე იგი, პროდუცენტებიდან ისრები რომ გამოდის, მიდის პირველად კონსუმენტებთან. ანუ გამოდის, რომ აი ეს ზღვის ზღარბი არის პირველადი კონსუმენტი, აი ეს თევზი არის პირველადი კონსუმენტი და ეს ზოოპლანქტონი, რომელიც იკვებება ფიტოპლანქტონით. ესე იგი, ესენი არიან პირველადი კონსუმენტები. მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ აი ეს ზოოპლანქტონი, უბრალოდ აქედან გამოსული ისარი, მიდის ისევ პირველად კონსუმენტთან. მაგრამ ეგეთი რაღაცებიც ხდება, ანუ შეიძლება იყო პირველადი კონსუმენტი, მაგრამ ასევე იყო, აი ხა რაც უნდა მეკითხა ეგ, ანუ მეორეული კონსუმენტი. ანუ ესე იგი, ეს თევზი გარდა პირველადი კონსუმენტობისა არის მეორეული კონსუმენტიც, იმიტომ რომ ასევე იკვებება პირველადი კონსუმენტით. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიფიქროთ, მოიცა რედუცენტი რატომ არ არის, ხომ იკვებება რაღაცით, რაც არ არის პროდუცენტი. მაგრამ არ არის რედუცენტი, იმიტომ რომ წესით თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გამოიცნოთ, იმიტომ არ არის რედუცენტი, რომ ისარი გამოდის მისგან და რედუცენტისგან არ გამოდის ისარი, ამიტომ ეს ვერ იქნება რედუცენტი. და ბოლოს კიდევ ერთი რაღაც დაგვრჩა, მეორეულ კონსუმენტებში ვართ გადასული და ეს არის წავი. და ესეც გამოდის მეორეული კონსუმენტი, იმიტომ რომ იკვებება პირველადი კონსუმენტით. ესე იგი, რა დავადგინეთ საბოლოოდ აქ ამ კვებით ქსელზე, სულ კვებითი ჯაჭვის თქმა მინდება. კვებით ქსელზე დავადგინეთ ის, რომ გვაქვს პროდუცენტები, რომლებიც გარემოდან იღებენ მატერიას და ენერგიას, ამიტომ ასეთ დიაგრამაზე მათგან მხოლოდ გამოვა ისრები. შემდეგ პირველადი კონსუმენტიდან გამოვა კიდეც და შევა კიდეც პირველად კონსუმენტში ის არის, იმიტომ რომ რაღაცით იკვებება და რაღაცა მისით იკვებება. მერე ზოგი შეიძლება იყოს ერთდროულად პირველადი კონსუმენტიც და მეორეულიც, როგორც აი ამ შემთხვევაში არის, რომ თევზი აღმოჩნდა ეგეთი. და მერე შეიძლება პირველადი კონსუმენტით იკვებება მეორეული კონსუმენტი, მაგას შეიძლება მესამეულიც ყავდეს, უბრალოდ აქ არ არის დახატული და ბოლოს ყველაფერი მიდის რედუცენტებთან. და რედუცენტებიდან უკვე ისრები აღარ გამოდის.